ესე დიდი თოვლი იყო, მაგრამ დაგვიდნა. ნარჩენებია დარჩენილი. გილოცავთ ახალ წელს. Რაღაც დაესწარით. პირველ რიგში ჯანმრთელობის, კარგად ყოფნის, მშვიდობიანი, სიხარულით, ბედნიერებით და რა ვიცი, ყოველივე საუკეთესოთი სავსე წელი ყოფილიყოს. მადლიერი ვარ 2025-ის, თუმცა ისე დამთავრდა, არ მინდა უარყოფით ნოტაზე ამ წლის დაწყება და არც დავიწყებ პირიქით, უბრალოდ ისეთ სუდად დამთავრდა 2025. ძალიან მინდა რომ 2026 100 მაგად კარგად დაიწყოს და 100 მაგად კარგად დამთავრდეს. ვინც გვადევნებს თვალს ინსტაგრამზე, კი იციან რა ხდება ჩვენს თავს და რა ხდებოდა, ასე რომ ბევრს აღარ გავაგრძელებ. ახალ წელს შევხვდით 30-ში შუქი საერთოდ არ გქონდა მთელი დღე. 31-ში მოვიდა შუქი, მაგრამ 30-დან 31 რო დაღამდა და პირველი რო გათენდა დილის 5 საათი იყო თუ 6 იყო, წყალი მოვიდა. ანუ არც წყალი არ გქონდა საერთოდ. 2 დღე ვიყავით უწყლოდ, უდენოთ, უყველაფროდ. ასე რომ გოჭები, ინდაურები და ამბები არ დაგვიკლია და არ ხუმრობ. საჭმელი კი გქონდა, მაგის პრობლემა არ აქვს ღმერთის წყალობით და არც არასოდეს ყოფილვართ იმაზე ასე ორიენტირებული, რომ არ იქა ჯორკიდებული გქონდეს ახალ წელს. მთავარია ჯანმრთელობა მოგცეს ღმერთმა, მაგრამ ასეთ თოვლიან პერიოდში ასე უწყლოდ რო იქნები და უშუქოდ რო იქნები ადამიანი და ჩვენ კიდე საკუთარ სახლში ვცხოვრობთ და რაღაცნაირად თავს რაღაცას უხერხებდით, მიხვდებით ახლა რა კუთხითაც გულისხმობ, ვინც ბინებში ცხოვრობდა და ზედა სართულებში, ნუ არ ვიცი ხალხმა როგორ რანაირად გადაიტანა ეს უწყლობა და უდენობა, არ ვიცი. დღეს არის პირველი, გოგოები ნასვამ, ნაჭამი, მოვლილ, ყველანაირად დავტოვე. გაგვიფუჭდა ნებულაიზერი, მივდივარ აუცილებლად უნდა შევიძინო, იმიტომ რომ მაგის გარეშე უკაცრავად. მიხვდით ხო როგორ ჩავამთავრეთ 2025. ნებულაიზერის გარეშე არ შეგვიძლია. წესი და რიგით 3-ში უნდა წავსულიყავით ბაკურიანში, მაგრამ ცოტა გადავდეთ. და ცუდი ის არის, რომ ბაკურიანის რაღაც ნივთები არის გამოგზავნილი ათენიდან და ჯერ ამანათები არ ჩამოსულა. მოვიყვანე მანქანა როგორც იქნა. რაღაც ეს სამაგრი არის, რაღაცნაირად მოშლილივით, რატო არ ვიცი. და რას ვამბობდი, ჩვენი ნივთები, რომელიც ურამ გამოაგზავნა საბერძნეთიდან, ჯერჯერობით ისევ არ ჩამოსულა. დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია უკვე გასული, რაც ის ნივთებია გამოგზავნილი და სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩანს. Ni priveta, ni atveta რო იტყვიან. არა და შიგნით არის ბაკურიანის ნივთები, ჩემი ბავშვების არა. ჩემოსაყვარელო, ან იქეთ წადი, ან აქეთ წადი, ან გამოფხიზლდი, ან რაღაცაკენის შეკაცო. ხოდა. ერთი სიტყვით და ორი გაგებით რამე შველება არ ვიცი, მაგრამ არა უშავს. წესით და რიგით მეტო კალო რო იტყვიან ბერძნები 4-ში უნდა წავიდეთ ბაკურიანში. ხოდა თუ ვერ ჩამომისწრებს ამანათი, რაღაცა უნდა ვქნა. დასვიდა, ვერც ვერაფერს. იმ ამანათში რა ნივთებიც არის, იმათ გარეშე თუ წავალთ, არა სხვას ვერაფერს ვერ ვისა. ხოდა წავიდეთ ახლა ფარმადეპოში. სხვა გზა არ არის.
მოვიკითხოთ ნებულაიზერი. ვიყიდე ნებულაიზერი. რა ვიცი. ეს ქონდათ და კიდე უფრო პატარა ქონდათ სხვა ფირმის. და იგივე ფირმის ქონდათ ცოტა უფრო დიდი, დაახლოებით ესეთი ზომის. მერფაში იყო სხვაობა და ათენში კიდე მაქვს ნებულაიზერი და იმაში უნდა გადამეხა და 100 ლარამდე ბეჭდების გამოყენებით და ამაში გადავიხადე სადღაც 65 ლარი ბეჭდების გამოყენებით და თავარია მის საქმეს სხვა აკეთებს. თავარი ეგ არის. მეტის ხარ მაინტერესებს არაფერი. წავედით. ჩაკეტილი სივრცეში შევდივარ. ხოლება მეწყობა ეგრე. თავის შესახებ მაქვს ვერ შევიღებ. თავია თუთმებით რაცა ხო მიხვდით. ხო და ფრჩხილები კი მოვიწესრიგე, მოვასწარი. მოკლედ ესეთი ამბებია. ჩვენს ნებულაიზერი ნაყიდია. დავედით ახლა გავეშუროთ. კიდე რა გაქვს გეგმაში, მაიკო ეს რამოდენიმე დღე არ მჯდარა საჭესთან და მასავითარ რა ქვია. ბაცი კუკუსავიცი ვარ. თქვენ რა გონიათ? სახლში არ ვიყავი? რა თქმა უნდა ვიყავი. ტანსაცმელზეც ვეტყობა, ეხლა სხვა რაღაცები ვეცვა, ეხლა სხვა რაღაცები ვეცვა. მივედი სახლში, მივიტანე ნებულაიზერი, გოგოებს ვაჭამე. ტანზე გამოვიცვალე, რაღაცები მოვალაგე. ხო და პულმიკორტის ინჰალაცია რომ უნდა გამეკეთებინა. სად არის პულმიკორტი? არ არის. მაიკომ ჩაიცვა თავიდან და გამოვიდა გარეთ. მე სიკვდილებოდა გარეთ გამოსვლა. გოგოები ძალიან მშვიდად და წყნარად ზიან და თამაშობენ. საჩუქრები მიიღეს ბექაძიასგან, თბილისიდან რომ უგზავნის სურას. ძალიან მაგარი მეგობარი სათამაშოებს თავის სახელზეც გამოუგზავნა ბექაძიასგან და ნატალიასგან კონდეთო საჩუქრებიო და კიდე ზურამ დაავალა საჩუქრებს გამოგზავნა გოგოებისთვის და თოვლის ბაბუ იყო ბექაძია და ერთ-ერთი მოთხოვნა ევეკოსი იყო ძივების ასაწყობით უამაკრატელი და ყველაფერი ყოფილიყო შიგნით და დილის მერე ზიან და იმას აწყობ, შლიან აწყობენ. კი არა მშვიდად და წყნარად. წვრილ მოტორიკას ავითარებენ. ხო და წამოვედი ახლა პულმიკორტის გულისთვის. მოვედი ახლა მოვბრუნდი, უნდა გავუკეთო. და გარეთ გამოსვას აღარ ვაპირებ საერთოდ. მინდა რომ ცოტა ხანი წამოვწვე და დავისვენო. ძალიან დავიღალე დილის მერე არ გავჩერებულო. საქმეში და უპს. დიდი თოვლია ცოტა ცვაყენებ მანქანა და შევაგორე ჩემი ტუნტულიკო მანქანა. წავედი. იმედი ახლა შევძლებ დაწოლას და დასვენებას ცოტა ხანი. ამ ვლოგის დასრულება მინდა აი ამ ღვინის ჩვენებით ესეთ საინტერესო ღვინო მინდა გაგიზიაროთ დღეს ნახეთ როგორი ფერები აქვს როგორი გრადაცია აქვს ამ სიბრჭყვიალის ამ სიბრჭყვიალის მიუხედავად ღვინოს არ ეცვლება მისი გემო არის რქაწითელის და ცოლიკაურის ნაზავი, ჩემი მეგობრის, ბავშვობის მეგობრის წამოწყება არის. ღვინოს ქვია დალოცვილია და თუ ვინმეს გექნებათ სურვილი
ინტერესი, რომ მსგავსი ღვინო შეუკვეთოთ დღესასწაულებზე ან ვინმეს აჩუქოთ, საჩუქრად გაუგზავნოთ, მოკლედ არ მოგერიდოთ, დაგაკავშირებთ აუცილებლად და ნამდვილად განცვიფრებულს დატოვებთ, მოკლედ ადრესაც. მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი განსხვავებული წამოწყება აქვს ჩემს მეგობარს, მის ოჯახს, მის მეორე ნახევარს და მინდა უსომო წარმატება უსურვო და ყველა ასეთ პატარა წამოწყებას მინდა რომ ხარი დაუჭირო. ესე რომ მომავალ ვლოგამდე